გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება. აი საბუთები ქალბატონმა ანამ გამომატანა თქვენ. მადლობა. კიდევ რამე ხوار დაუბარებია? დრამი თუ ვერ გაიგო, შეუძლია მომწეროს. გასაგებია. დაჯექი. მადლობა. ხო ისე მიწერის გარდა რამე თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ მეც ვითხრათ, არ არის პრობლემა. ალბათ როგორ ეხმარებით ანას, გაუმართლა სტაჟირები რყავს. დიახ, გაუმართლა. ისე აქ ბევრს არანებიურებენ სტაჟიორების დახმარებით. ალბათ ქალბატონ ანას განსაკუთრებულად ეპყრობიან. განსაკუთრებულად? რატომ? აი ეს ზოგადად რა ჩემი საქმეა და ისეც ამბობენ რომ პირადის და საქმის არევა ჩვენ ორგანიზაციაში არ ხდება. მაგრამ ალბათ ბატონი გიორგის გავლენა მაინც არის მის წარმატებაში. ბატონი გიორგის? დიახ, ჩვენი უფროსის. თქვენ ალბათ შეხვედრილ ხართ. ალბათ დარწმუნებული ვარ შეხვდებოდ. რა თქმა უნდა შეხვედრილი ვარ. მაგრამ გიორგის რა კავშირი აქვს ანასთან? არიცით. ხო, ანა გიორგის ყოფილი ცოლია. რა? დიახ. ძალიან ის ხმაურიანად დაშორდნენ. მთელი დრამები იყო. მაგრამ ალბათ ახლა რახან ერთად უწევთ მუშაობა, კარგად არიან. შეიძლება შერიგდნენ კიდევაც რას გაიგებთ. არ ვიცოდი ანა თუ იყო გიორგის ყოფილი ცოლი. ყოფილი რა, ალბათ შერიგდებიან მალე ისეთი პირი ჩანს. მაგრამ ეგ აბარა ჩვენი საქმეა. აი დაგტოვოთ მე ხო, აღარ მოგაცდენთ. თუ რამე დაგწირდათ, აბა არ მოგერიდეთ. კარგად. ნახვამდის. აუ შე რამ ხელა საქმე მოვიშორეთ, ჰა? აუ კიდე კაი წამოვყევი, შენ ძმობას ვიცავარ ამას იქ მარტო ვერ დავტვირთავდი. მოიცა, ჩემ გარშე გაკეთებული საქმე ამ სახში გინახავს, ჰა? მოიცა, შენ აღარ აყარ საყვარელი სიძე? არა ვარ, მაგრამ უფრო დაღლილი სიძე ვარ, რა. იმის ნახევარი საქმეც კი ვერ გავაკეთე, რაც ნინის დეიდამ დამავალ. აჰა. ხო, აბა რა გეგონა ახლა შენ ოჯახური მდგომარეობა? ვიცოდი რომ რთული იქნებოდა. მაგრამ რა არიცი, აი, კობას გარეშე აქ არაფერი არ გამოვიდოდა რა. ხო, მაგაში მართალი ხარ. ეხლა ყოველ შემთხვევაში ამის შეზიდვაზე კობა რო გჭირდება. ეგ ხო ზუსტად იცი შენს და მეც. ხო და ავალ დაუძახი. მიდი. ბატონო. დიახ. ხო, ეხლა ვაპირებდი დარეკვას. ნახაზები მოეწონა თუ არა თქო. მოიცა დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენთან იყავით მოსული? არა, ჩემი თანამშრომელი დილიდან გელოდებოდათ. კი, რა. კი, აი, მასალაც მოტანილი გვაქვს და უკვე მზადებას ვიწყებთ. მაგაზე უნდა დამერეკა ეხა. არა, რას ამბობ, ტყუილა ხო არ გამოგიყვანთ. კარგით, გავარკვევ დაგირეკავთ რა. გობა. გაიხუზე, გათენდა. გობა. რა ხდება, მშვიდობა,
რავი, მშვიდად კი ძინავს, მაგრამ აი დანარჩენის რა გითხრა? აუ, კაი, ყობა რა. შენი მე და წავედი, ძმაო, მე და ზვია და მასალის მოსატანად და შენ კიდე გძინავს აქ, ძმაო რა. თან იმ დამკვეთმა აგიფეთქა ტელეფონი, ძმაო. აი ცოტა ნელა გამისკდათ. დრაგჭის. კარგად ხარ შენ? არა თაუბრ მე ხვეოდა просто. აუ, ჩემი ტიპი ისეთი აჭრილი იყო, ძმაო, ამ შეკვეთას დაგვიტოვებს თუ არა, არ ვიცი. აი ნუ გაატრაკეთ ხო რა. კაი, ძმაო, რა ხო იცოდი, როგორი მნიშვნელოვანი შეკვეთა იყო. ან ტელეფონზე მაინც რატო გაუთიშე ხო? აუ ბიჭო გითხარი რომ არ ჩამძილებია ესე რა. თაუბრ მე ხვეოდა უბრალოდ და გავითიში. მოვიფიქრებთ რა რამეს. რას მოიფიქრებ ზვიად? გინდა მე დაურეკავ და დაველაპარაკებ. კაი, რა ზვია ჩე რას დაურეკავ კაცო. მოიც სად მიდიხარ? ეს მასალა მაინც გადმოვზიდო მანქანა. მოი დამელოდ ერთ სამ. ბიჭო. მოფხიზდი რა. ხო. მიდი. გამარჯობა. პირველზე? კი. აბა, როგორ ჩაიარა დღე? ძალიან ნაყოფიერად გავერთე. ძალიან კარგი, მიხარია რომ მოგწონს. თქვენ რატო ხართ ესე გვიანობამდე? რა ვიცი, მერჩინა რომ დღეს მორჩენილიყავი ყველა საქმეს, ვიდრე კიდე ხვალისთვის გადამედო. ხო, თან თქვენ ხო არ ყავთ სტაჟიორები? არა, ნამდვილად. და შენ რატო ხარ გვიანობამდე? ძალიანაც არ გადაიყავო. ქალბატონმა ანამთხოვა რაღაც საბუთების დახარისხება და ვიფიქრე რომ დღესვე მოვიშორებდი. თან გიორგი და ლიზა ერთად გავიდნენ და სხვა საქმე არც მქონდა მე პრინციპში. გიორგი რა შუაში? გიორგი ესე პირდაპირ ჩემთან არაფერ შუაშია, მაგრამ რაც ლიზა ანას უფროსია, ჩვენი უფროსიც გამოდის და გიორგი და ლიზა რაც ერთად არიან, სამსახურიდან უმეტესად ერთად გადიან. ხანდახან ადრეც. რავი, რესტორნები ალბათ გადატვირთულია მოგვიანებით და რავი, რას გაიგებ არ ვიცი. ბატონო, არ იცოდით? მე მეგონა რომ ყველამ იცოდა, შეგიძლიათ რომ არ თქვათ, არ მინდა რომ პრობლემები შემექმნას. თან რა ვიცი, არ მეგონა საიდუმლო თუ იყო. შვიდობიანი საღამო. კარგად. გამისკდა გული დედა. რატო? რატო და ამ შუაღამისას რომ მივარდები იმიტომ? აბა? დღე ვერ გნახულობდა. გიბარდები რა არის? რა გინდა ხ მაგაზე უნდა მელაპარაკო? არა. ოღონდ გულწრფელად. რამე პრობლემა გააქვს? ფინანსური. რა? საიდან მოიდანე? რეზი კი თუ არა? არა, დედა, რა ფინანსური პრობლემა? საიდან მოიტანე ფინანსური პრობლემა რომ მქონდეს? შენ არ გეცოდინებოდა? დამიმალია ოდეს მე რამე? არ ვიცი. მთელი დღეები სად დადიხარ, ვისთან აღარ არ ვიცი. არაფერს აღარ მეუბნე. სად დავდივარ და რას ვაკეთებ და რა გინდა რომ მოგიყვე ხა გუშინ რავჭამე და მეგობრებთან ერთად რა გავაკეთე? თუნდაც? ხო იცი. რამე პრობლემა რომ მქონდეს, პირველი მე უნდა ვიცოდე. ვიცი ხო, ვიცი რა. შეიძლება ეხლა დავიძინო, თუ კიდე გაქვს რამე უაზრო კითხვები. ოჩახ, მადლობა. შეგიძლია. შეგიძლია დაიძინო.